ვაგრძელებ მაშინ და რაღაც ცოტა უცნაური პროგნოზები მქონდა და მიგნებები პროგნოზიც არ არის ეს გარჩეული იყო. უცნაურობით გავაგრძელებ თქვენის ნებართვით. კრიკეტზე უნდა წავიდე. როდის მე დაგიწერია, გიორგი? კრიკეტი არასდროს. არც მინახავს შენ წარმოიდგინე თუ თბილისის ქუჩებს არ ჩავთვლით. არ იცოდი შენ, რომ კრიკეტში შეიძლება რაღაც საინტერესო მოძებნო და მაგიტომ. აბა რა მოძებნო და იქნებ მე წავალ ნახეთ ინდოეთში. 15 რიცხვში ინდოეთში გაიმართება ძალიან საინტერესო მატჩი. ეს არის ახლა გეტყვი, გუნდებს ზუსტად რა არ შემეშალოს. ჰუბილი ტაიგერსი მანგალორე. დაიმახსოვრე, ხო? ტაიგერსი ადვილი იყო მეორე. ჰუბილი ტაიგერსი მანგალორე. ეგ რაღაც მეგრულს გავს. ხო და აქ ახლა როგორი რაღაცა არის, იცი? ცნობილი როგორ რაღაც ინფორმაციები მოდის, რომ ჰუბილი ტაიგერსი მასმინძელია და მასმინძლების რა თქმა უნდა მასმინძლის რანგში არის ფავორიტი ამ შეხვედრაში, მაგრამ მანგალორემ დაიმატა სამწუხაროდ აი გვარი რაღაცა ვერ გაპატიებთ როგორმე. ხო რა და ის მოკლედ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე არის გოუთი კრიკეტის? ხო, ინდური კრიკეტის გოუთი და რაღაც ახრახში არის ბოლში რაღაც ეგეთი. ხო და მოკლედ ტაიგერს კი პირიქით სეზონის დაწყების წინ ახლა იწყება. გაუშვია რამდენიმე ლიდერი. ასე რომ მანგალორეს ვთვლი რომ აქვს გარკვეული შანსები და მოიგებს ამ მატჩს. ისარგებლებს რა აი ამ სიტუაციით. ანუ აი იმ რაღაც სუპერ ვარსკვლავით ამერიკა რაღაც საოცრებებს შადის და ამბობენ რომ ცოტა ხანში მას ნახავთ უფრო მაღალ დონეზეც და პლუს აი ტაიგერს აქვს გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ წამყვანი მოთამაშეები გაუშვია. მანგალორეს მოგებაზე ორიანზე კი ბატონო. კი ბატონო. საინტერესოა ნახოთ.